უწყვეტი პროტესტის 4 კვირა ქუთაისში რუსთაველის გამზირზე უკვე 28 დღეა სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის მქონე ადამიანები მერიის მიმდებარე პერიმეტრზე იკრიბებიან. მოთხოვნა ორია ჩატარდეს ახალი არჩევნები და ასევე მოხდეს უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მთავარი ქუჩა გადაკეტილია, პერიმეტრი აქტივისტებს აქვს დაკავებული. ისინი აცხადებენ, რომ არ მისცემენ ქართულ ოცნებას ქვეყნის გარუსების საშუალებას. ჩვენი მოთხოვნა არის აუცილებლად უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს და ქართული ოცნების დათვლას, აიყვანონ მათემატიკის მასწავლებელი ამას ურჩევდა და დაითვალონ. საკმაოდ იმაზე მეტი ხალხი დგას ხეს ქუჩაში, ვიდრე აქამდე იდგა და გაგრძელდება კიდევ ძალიან დიდხანს, სანამ არ წავლენ დათმობაზე, არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები და არ იქნება გათავისუფლებული ყველა პოლიტპატიმარი. დღეს ყველა პოლიტიკოსი, ყველა პოლიტიკური ძალა თუ კონკრეტული წარმომადგენელი მიუთითებს იმის აუცილებლობაზე, რომ პოლიტპატიმრები უნდა იქნენ გათავისუფლებული. რა თქმა უნდა, ამას ალტერნატივა არ აქვს, ისევე როგორც არ აქვს ალტერნატივა ახალ არჩევნებს. ეს არის ერთადერთი სწორი ცივილური გამოსავალი შექმნილი წუწვანგიდან. აქ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ამ აქციებმა ხელისუფლებას დაანახა მარტივად არა მარტო საკუთარი ლეგიტიმურობა, ეს უკვე ყადაღებული თემაა, ყველა ამაზე საუბრობს, არამედ საკუთარი უსუსურობაც. მოთხოვნა იგივეა, რაც პირველ დღეს იყო, ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება, დაემატა ერთი პატიმრების გამოშვება, რაც ძალაშია. რაც შეეხება შედეგებს, იცით როგორ არის? ხანდახან ჩემ თავი გამომიჭერია იმაში, რომ შედეგზე არ ვფიქრობ, იმიტომ რომ უბრალოდ სხვანაირად არ შეგვიძლია იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ყოველდღე გამოდივართ, თითქოს სამსახური იყოს, სხვანაირად არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ყოველდღე ისეთი რაღაცა, ისეთი ამასზენი რაღაცეები ხდება, რომ რაღაცნაირად არ გველევა ეს მუხტი თუ გაბრაზება თუ უძალობის შეგრძნებაც ამავე დროს რა და მე მგონია რომ შედეგები რა თქმა უნდა იქნება. ორი მოთხოვნა აქვს მნიშვნელოვანი. პირველი პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც საქართველოს სიყვარულისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის დააკავა ბიძინა ივანიშვილმა და ფაქტობრივად ყვეთყავს აყვანილი ეს ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები და მეორე ახალი არჩევნები ივანიშვილის გარეშე, ანუ თავისუფალ გარემოში და არა ისე რომ ივანიშვილმა ჩაატაროს კიდე არჩევნები. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ორი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, რომ მაგალითად ქუთაისი იქნება, თბილისი იქნება, მიეცეს ქვეყანას ნორმალურად განვითარების შესაძლებლობა და ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ ეს წნეხი, ეს ბრძოლა ქართული ხალხის სანამ არ მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს. იმერეთი ირჩევს ევროპას. ქუთაისში აცხადებენ, რომ უწყვეტი აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე ქართული ოცნება ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს.